16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ყოველწლიური გლობალური კამპანია, რომელიც ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვას და ამ მხრივ მწვავე გამოწვევების წარმოჩენას ემსახურება. წლევანდელი 16-დღიანი კამპანია ეძღვნება ძალადობის ახალი ფორმების წარმოჩენასა და აღმოფხვრას, რაც ციფრულ ტექნოლოგიების განვითარებას და მსოფლიოს ციფრულ გარდაქმნას უკავშირდება. რა მთავარი გამოწვევები რჩება ამ მიმართულებით სტუმართან ერთად ვაგრძელებთ საუბარს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერი ია დადუნაშვილი გვერდება ეთერში. ქალბატონო ია, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. თავდაპირველად საუბარი მინდა დავიწყოთ იმით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია კვლავ გრძელდება და კამპანია დაიწყო 25 ნოემბერს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღეს და დასრულდება 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის დღეს. რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებიც როდესაც ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობაზე ჯერ კიდევ კვლავ აქტიურ გამოწვევად რჩება? მადლობა მოწვევისთვის, შეკითხვისთვის და ამ საკითხისადმი ასე ვთქვათ მნიშვნელობის მინიჭებისთვის, იმიტომ რომ ეს საკითხი მწვავედ დგას არა მარტო 16-დღიანი კამპანიის დროს, არამედ ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა ზოგადი პრობლემაა გლობალურად და საქართველოშიც. წელს როგორც აღნიშნეთ, ძირითადი ყურადღება და აქცენტი სწორედ ციფრულ ძალადობაზე არის, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილ ძალადობაზე და სწორედ დღევანდელ დღეს გლობალურად, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, გარდა ყველა იმ სიკეთისა, რაც ამას მოაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი რისკის შემცველია და კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ქალებისადმი უფრო მეტად არის ეს რისკები. შესაბამისად, ციფრული ძალადობა ასევე ზღუდავს შემდგომ მათ საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და არის არა მარტო ძალადობის პრობლემა და ადამიანის უფლებების პრობლემა, არამედ ზოგადად დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრობლემაც. გარდა ციფრული ძალადობისა, ციფრულ ძალადობასთან მიმართებით რა არის ის ძირითადი ხარვეზები, პრობლემები, გამოწვევები, ასე ვთქვათ, რომელსაც ხვდებით და ამაზეც რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ და გარდა ციფრული ძალადობისა, ასევე თქვენ ახსენეთ ეკონომიკური ძალადობა. ამ მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს ესეც რომ შევაჯამოთ. გამოწვევები საქართველოშიც და გლობალურად იქიდან გამომდინარე, რომ განვითარება ასე სწრაფად მიდის, არის ის, რომ კანონმდებლობა ვერ ეწევა. მაგალითად, თუნდაც დეფინიცია ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის ყველა ქვეყანაში ჯერ არ არის ეს დეფინიცია, მათ შორის საქართველოში. თუმცა მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის შექმნაზეც და ასევე რეგულაციები. ერთის მხრივ, თქვათ, ბევრი შესაძლებლობები არის ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, მაგრამ თუ არ არის შესაბამისი მოდერაცია, თუ არ არის შესაბამისი რეგულაცია, ეს ქმნის იმ, ასე ვთქვათ, საფრთხეებს, რომელიც ადამიანებმა შეიძლება მიიღონ და უმეტესწილად ქალებმა, რადგან აჩვენა კვლევებმა ისიც, რომ ციფრული ძალადობის მსხვერპლი გლობალური გაეროს კვლევებიდან გამომდინარე არის 85%, ვინც შეესწრო ამ ძალადობას და 38%, ვინც თავის თავზე იგრძნო ეს ძალადობა. რაც შეეხება ეკონომიკურ ძალადობას, დიახ, იმისათვის რომ ქალი გაძლიერდეს ეკონომიურადაც და საზოგადო ცხოვრებაშიც, მან ის ძალადობისგან უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს და ჩვენმა კვლევამაც ასევე აჩვენა ის, რომ იმ შემთხვევაში თუ არ აქვს ქალს წვდომა მემკვიდრეობაზე, თუ არ აქვს ქალს წვდომა საბანკო პროდუქტზე, საფინანსურ პროდუქტზე, ერთგვარად უფრო მეტად არის დამოკიდებული და შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ქალბატონო ია, გაეროს განვითარების პროგრამას გამოქვეყნებული ჰქონდა კვლევა გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში. ამ კვლევის შესახებაც მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ, რა მთავარი მიგნებები გამოიკვეთა ამ კვლევის შედეგად. დიახ, ეს არის იმიჯების კვლევა, ასე ვეძახით, იმიჯის. ეს კვლევა არის ერთობლივი კვლევა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა და გაეროს ერთობლივმა პროგრამამ, გაეროს განვითარების პროგრამამ გადახორციელა უკვე მესამედ
უახლესი მონაცემები არის 20-24 წლიდან, თუმცა მანამდე 2013-ში და 2019-შიც ჩატარდა ეს კვლევა და დინამიკაში ვხედავთ მოვლენების განვითარებას. და შეიძლება ითქვას, რომ განსხვავება ასევე რესპონდენტებს შორის ასაკობრივადაც არის განსხვავებული. საინტერესო მიგნება, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ გენდერული თანასწორობა მიღწეულია ერთგვარად, თუმცა მერე კვლევა რომ ჩაიშლება, პროცენტული მონაცემებით ჩანს, რომ მაგალითად ჯერ კიდევ თვლიან მამაკაცები, რომ ქალის საქმე მაინც სიტყვაზე სახლთან არის დაკავშირებული. თუმცა მეორე მხრივ ქალის ასე ვთქვათ პოლიტიკური მონაწილეობიდან გამომდინარე, უფრო მეტად უჭერენ მხარს მაგალითად გენდერული კვოტების დაბრუნებას კანონმდებლობაში. ასევე კვლევის მაჩვენებლები გვაჩვენებს, რომ უფრო მეტი ადამიანი ქალების ეკონომიკურ განვითარებას უჭერს მხარს და უფრო მეტი ხედავს ქალს მაგალითად უფრო მმართველობით და პოზიციებში და შესაბამისად ძალიან საინტერესო ამ ყოველფრის დინამიკაში დაკვირვება 10 წლის განმავლობაში თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. აი თქვენ ახსენეთ, რომ კვლევა მესამედ ჩატარდა 2024, 2019 და 2013 წლებში. აი მთელი ეს პერიოდი რომ შევადაროთ, მეტნაკლებად ისაუბრეთ, მაგრამ უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, რა მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი იკვეთება აი ამ წლებს შორის. დაუშვათ რაში უფრო მეტად ცნობიერება მოქალაქეების ამაღლებულია, რა კვლავ ხარვეზად და გამოწვევად რჩება, ამაზეც რომ გავამახვილოთ. მაგალითად თუ შევადარეთ 2013 და 2024 წლის მონაცემები, იქ დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესება ჩანს და ეს ალბათ იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად გაიზარდა ცნობიერება და როგორ შეიცვალა თაობები. თუმცა თუ შევადარეთ 2019 წლის კვლევის მონაცემები და 2024 წლის მონაცემები, რაღაც საკითხებში, მაგალითად თუნდაც პოლიტიკურ მონაწილეობასთან ან ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით, იქ მზარდი ცვლილება აღარ ჩანს. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური ნორმები მაინც ჩვენს ქვეყანაში იმდენად ძლიერია, რომ რაც არ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა, რაც არ უნდა ამაღლდეს ცნობიერება, იქ რაღაც ასე ვთქვათ დამაბრკოლებელი გარემოებების სწორედ ამ სოციალურ ნორმებშიც ვლინდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა, არა მარტო სიტყვაზე ცნობიერების ამაღლება, გაძლიერება, შესაძლებლობების მიცემა, არამედ კონკრეტულად ამ სოციალურ ნორმებზეც მუშაობა. და ეს არ შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ რაღაცა ერთი ჯგუფის მიერ, არამედ ერთობლივად უნდა ხდებოდეს ყველა ადამიანის და ყველა პროფესიონალის ასე ვთქვათ მუშაობით, ერთობლივ მუშაობით. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, როდესაც ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აი ამ 16 დღიან კამპანიაზე და ზოგადად აი ამ თემაზე. როგორი არის საერთაშორისო გამოცდილება და რა ნაწილში გვაქვს გასათვალისწინებელი აი ეს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის დაუშვათ კანონმდებლობის კუთხით, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით, რა დამატებით იქ მედითი ნაბიჯები არის კიდევ გადასაწყვეტი. მინდა გითხრათ, რომ ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან ჩამორჩებით, იმიტომ კი არა, რომ სიტყვაზე ანუ ბევრი ქვეყანა არ არის ჩვენზე წინ, რადგან ეს მაინც ახალ საკითხად არის ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობა. ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ჯერ შეცვლილი თავის კანონმდებლობა, არ აქვს სიტყვაზე დეფინიცია, ეს მარეგულირებელი ნორმები. ამიტომ ეხლა არის ძალიან სწორი დრო საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებთან ერთად ამაზე ვიმუშაოთ. მაგრამ ეს მუშაობა ასევე უნდა მოხდეს როგორც კანონმდებლის, ისე აღმასრულებლის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობით. შესაბამისად იმისათვის, რომ ქვეყანამ ადამიანის უფლებები დაიცვას, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი დარღვევა ადამიანის უფლებებისა.